როგორ ვიყიდოთ Porsche ერთ თვეში. მოდი ჟარგონს ვუყარ, თუ ტრაკი არა გაქვს, არ უნდა იყიდო რა. ტრაკი არა გაქვს, ნიშნავს რომ ორის ყიდვა შეგიძლია? ხო, ანუ რო გაგიტყდეს. თუ გადაყევი, არ იყიდო რა. ქონება თუ გმართავს შენ უკვე პრობლემაა. მოდი გქონდეს ყველას იმის საშუალება რომ ვიყიდოთ Porsche-ები და ამავე დროს გვესმოდეს რომ ეგ არ არის რასაც დავსვით. ლევან გიორგაძე ბაბო ჰედის თანადამფუძნებელი ადამიანი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს წამყვან კომპანიებში. ხო, ყველაფერი გავაკეთე, რატო ვერ მივახციე წარმატებას? შეიძლება თუ შე ყველაფერი ცადე და არაფერი არ გამოვიდა, შეიძლება შენ ეძახი რომ ყველაფერი ცადე, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე რაღაცები ცადე, სხვადასხვა ტანსაცმელში გამოწყობილი. დაფიქრდეს პირველ რიგში, სანამ წარმატების გზას დაადგება, არის რომ წარმატება რა არის. რაღაცებს ვიღებთ, როგორც მოცემულობად, ისე რომ არ ვსვავთ კითხვას რომ კი, მაგრამ მე ეგრე მგონია რომ ეგაა წარმატება? შენი კრიტერიუმი თუ არ შექმენი წარმატების, მაშინ ვიღაც სხვის კრიტერიუმს დასდებ. ჩვეების დამარცხებისთვის რამე გაქვს? საკუთარ თავის დაკვირვება გაძლევს იმას, რომ ხო არა დღეს არ ვიყავი მე ჩემი სიტყვა რა, იმიტომ რომ მე ხო ვთქვი რომ ადრე ვიღვიძებ, მე ხო ვთქვი რომ ვარჯიშობ და ის თუ არ ვიყავი ჩემი სიტყვა და მივდივარ სკოლაში, ბაბარებ უნივერსიტეტში, მე აღმოჩნდება რომ ფული მჭირდება სამსახური უნდა დავიწყო, გადის პერიოდი, გადიხარ პენსიაზე და მთელი ცხოვრება გავიდა. კი. სად უნდა დავიწყო? რომ გავხდე ის ადამიანი, ვინც აი ბავშვობაში მინდოდა. გვიან არაზოს არ არის და რაც უფრო ადრე დაიწყებ, მით უფრო კარგი იქნება. ნებისმიერი რამ რაც გინდა შეგიძლია კონდეს, მაგრამ არა ყველაფერი. ამიტომ რაღაც არჩევანს აკეთებ, ფოკუსს აკეთებ და ყველაფერი სხვა დანარჩენზე არ ასიზახი მაშინ. შენ თუ თან ხელფასი გინდა და თან ბიზნესი არ გამოვა ეგ საქმე. ანუ ბიზნესში ხელფასი არა გაქვს. ბიზნესში შენ ხელფასებს სხვას უხდი და რო დარჩება, მე ის არის შენი.